ვაგრძელებთ პიტა დოშას ბალანსისთვის რეკომენდაციები. კვება გრილი, სუბუქი, ტკბილ მწარე გემოები. ამისთვის კარგი პროდუქტებია: კიტრი, ბროკოლი, სალათის ფოთლები, მწვანე ბოსტნეული, მწვანილი, ტკბილი ხილი, მსხალი გარგარი ქლიავი, ბრინჯი და ქერი. სასარგებლოა რძის პროდუქტები, განსაკუთრებით იოგურტი. უნდა შეამციროთ მცხარე, მჟავე, მარილიანი. ასევე ყავა, ალკოჰოლი, ხორცი და ცხიმიანი. ყურადღება მიაქციეთ, რომ საკვები იყოს სწრაფად მოსანელებელი და არ იყოს ძალიან ცხარე. სანერებლებით გადატვირთული, ყოველდღიური რეჟიმი. მოერიდეთ გადაღლას და გადაჭარბებულ კონკურენციას. პიტა ყოველთვის ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გააკეთოს. ამიტომ აკონტროლეთ, გააკეთეთ რეგულარული შესვენებები, განსაკუთრებით მუშაობისას. საჭირო არის დაწესებული ძილის გრაფიკი. უნდა დაიძინოთ ადრე, რათა გონებამ დამშვიდება მოასწროს. ანუ 12 საათამდე. საერთოდ არის ესეთი გამოთქმა, დაიძინეთ დღეს და გაიღვიძე ხვალ. ანუ ყველაზე გვიან უნდა დაიძინოთ 12 საათს. თუ უფრო ადრე დაიძინებთ, 10-11-ზე კიდევ უკეთეს. ემოციური ბალანსი. როდესაც ბრაზი ან გაღიზიანება მოდის, გააკეთეთ სიღრმისეული სუნთქვა ან მცირე მედიტაცია. სასარგებლოა ბუნებასთან ურთიერთობა, ანუ ბუნებაში ყოფნა, განსაკუთრებით წყალში, წყლისპირას ან ტყეში. პრაქტიკა კულინგ ბრეითი, შიტალი, შიტკარი პრანაიამა, ანუ პირიდან ჰაერის ჩასუნთქვა და ცხვირიდან ამოსუნთქვა ძალიან ამშვიდებს პიტას ცეცხლს. ცხოვრების სტილი. გამოიყენეთ ბუნებრივი ზეთები, მაგალითად ქოქოსის ან სანდალის ზეთი მასაჟისთვის. ფერები, რომლებიც ამშვიდებს პიტას, ეს არის ცისფერი, მწვანე, თეთრი. და ნებისმიერი ის ფერები, რომლებიც ამ ფერებს მოიცავს, ანუ ცივი ფერები. იოგა ასანები, ნამასკარი, შავასანა, ჩაკრასანა, ბალასანა. ეს ასანები სიმშვიდის მოგანიჭებთ. მე მაქვს ცალკე ეს ასანები, თავისი დასახელებით და აღწერილობით. თუ კი რომელიმეს ვერ იპოვეთ, შეგიძლიათ დასახელება ჩაწეროთ YouTube-ში და ნახოთ ლათინური ასოებით ან რუსულად ჩაწეროთ და ნახოთ როგორ კეთდება ეს ასანები. მოკლედ, საჭირო არის გაგრილება და დამშვიდება საკვებში, ემოციებში და ყოველდღიურ ჩვევებში. ეხლა კაფა დოშის ბალანსი. კვება. კაფასთვის სასარგებლოა მსუბუქი, მშრალი, ცხარე და მწარე საკვები. საუკეთესოა პარკოსნები, მწარე ბოსტნეული, ბროკოლი კომბოსტო, მწვანილები, ჯანჯაფილი, კურკუმა, შავი პილპილი და ზოგადად წიწაკა, ხილი მსუბუქი და შემკვრელი, ვაშლი, ბროწეული, ჟოლო. მარცვლეული, ქერი, ფეტვი, ხილი მსუბუქი და მჟავე უნდა იყოს, აქ ვაშლი, ბროწეული, ჟოლო. მარცვლეული, ქერი, ფეტვი, წიწიბურა, სასარგებლოა სანელებლები, ჯანჯაფილი, დარიჩინი, მდოგვი. წიწაკა თავისთავად. უნდა შეიზღუდოს ტკბილი, ცხიმიანი, მძიმე საკვები. ძის პროდუქტები, ნამცხრები, ტკბილეული, ლორი, კარტოფილი. ესენი უნდა შეიზღუდოს. სასურველია ცხელი კერძები, რადგან ცივი საკვები ამძიმებს კაფას. ყოველდღიური რეჟიმი. კაფას სჭირდება აქტივირება, მეტი მოძრაობა, დინამიკა, ფიზიკური დატვირთვა. არ არის სასურველი ზედმეტი ძილი, 7-8 საათი საკმარისია. დილას ადრე გაღვიძება ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა მოერიდოთ სიზარმაცეს და ინერტულობას.
სასარგებლოა დინამიური დღის რეჟიმი. თუ კი მძიმე წონა გაქვთ, ჯერ დაიწყოთ უბრალოდ სიარულით. თუნდაც 5-10 წუთიანი სიარულით, მერე მოუმატებთ უკვე დროს სიარულისას და მოუმატებთ ტემპს, ასევე ტემპსაც. ემოციური ბალანსი. კაფასთვის დამახასიათებელია ემოციური მიჯაჭვულობა და ზოგჯერ მოწყენილობა. აი რაღაცა მინერალური განწყობა, რასაც ქვია, ხო, აპათია. ამიტომ კარგია გახალისება და ახალი გამოცდილებები. აქტიური სუნთქვითი ვარჯიშები, კაბალაფხატი, ხასტრიკა, ენერგიული მუსიკა და ცეკვა. ცხოვრების სტილი. მასაჟი მსუბუქი ზეთით ან ფხვნილით. გარშემო მშრალი მასაჟი აბრეშუმის ხელთათმანებით. ფერები, რომლებიც ბალანსს აძლევს კაფას, ეს არის წითელი, ნარინჯისფერი, მუქი, ყვითელი. ისინი ენერგიას აძლიერებენ. იოგა ასანები, დინამიური და ენერგიული სურია ნამასკარი, ზის მისალმება, უკანა გახსნის პოზები, ტრიალები, სასარგებლოა მათთვის საუნა, ორთქლის აბაზანა და ოფლის მოდენა. შიგნით აკროვლი სითხეების დასარეგულირებლად. მოკეთ კაფასთვის მთავარია სიმსუბუქე მოძრაობა და სითბო. კვებაში, რეჟიმსა და ემოციურ ცხოვრებაში. სამივე დოშას ბალანსის შედარებითი ცხრილი არის კიდევ აქ მოცემული, რომელსაც ასევე შეგნებულად ვიდეოში აზრი არ აქვს, რომ ეს გავიმეორო, ეს ცხრილი მოცემული იქნება ფაილში და გაეცნობით. მოკლედ ვატას სჭირდება სითბო და სტაბილურობა, პიტას გაგრილება და სიმშვიდე, ხოლო კაფას მოძრაობა და სიმსუბუქე. დღეს ამით დავასრულებ ჩემ ამ ლექციას და დაგემშვიდობებით დროებით მომავალ შეხვედრამდე.